მოგიაზრდა. იმიტომ რომ აქ ახალგაზრდა არ მოვიდა. თავი არაფერს არ ეკითხება და დიდი პესიმიზმია რომ ჩვენ მაინც არა. ასე არ არის. მაგრამ ეს ხელისუფლება ჩვენ დღევანდელი ბრიფინგის მიზეზია ჩვენი შეხვედრა ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი შეუერთდნენ, გაეცნონ სახალხო კრების იდეას, მისი ორგანიზების ფორმებს და შეუერთდნენ ამ მოძრაობას. ახალგაზრდების გარეშე, რა თქმა უნდა, ამ პროცესის დაწყება შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ყოველთვის, ყველგან, მათ შორის ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე ახალგაზრდები ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს ყველა პოლიტიკურ პროცესში. მე მგონია, რომ არ შეიძლება ის პროცესები, ის როგორც რაც ხდება საქართველოში, საითკენ მიექანება ჩვენი ქვეყანა, არ გაღელვებდეთ თქვენ, ამიტომ ძალიან მიხარია რომ გიყურებთ ახლა თქვენს უკან ალბათ გარკვეული ახალგაზრდის უკან კიდევ სხვა დგას და ეს გვაფიქრებინებს რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული და თუ ერთად ვიქნებით, ერთად ვიმოქმედებთ, რაღაც ნაბიჯებს გადავდგამთ. ვართ ახალგაზრდები, გვაინტერესებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, როგორც ქვეყნის საშინაო კუთხით, ასევე საგარეო კუთხით. დაინტერესებული ვართ აბსოლუტურად ყველა პროცესით. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ახალგაზრდა კრების ოფისში, რათა თვითონ ამ კრების იდეასთან დაკავშირებით რაღაც უფრო გარკვეული კონკრეტული გზები დაესახათ მათ ჩვენთვის, ჩვენს გაგვეგო, მათი განვითარების მექანიზმები.